ტროტუარზე დგომის ბრალდებით რეჟიმი მოქალაქეების გასამართლებას აგრძელებს. 4 დღით პატიმრობა შეეფარდა ზაზა ტურაბელიძესა და გიორგი მუმლაძეს. ისინი საკუთარ სხდომას არ ესწრებოდნენ. ბრალის წარდგენის შემდეგ კი გიორგი მუმლაძე სასამართლოს გარეთ დააპატიმრეს. სხდომები თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის მიყოლებით არის ჩანიშნული, სადაც პროტესტის აქტიურ მონაწილეებს მოგონილი ბრალდებებით ასამართლებენ. ტროტუარზე დგომის გარდა მათ გზის გადაკეტვას და პოლიციელი შეურაცხყოფას ედავებიან. დარჩენილია კიდევ 6 პირის სხდომა. მარიკა ბოლქვაძე სასამართლოდან მოგვიყვება, ვისი სხდომა მიმდინარეობს და რამდენია კიდევ დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის მიყოლებით მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და მოქალაქეებს ტროტუარზე დგომისა და პროტესტის გამოხატვისთვის პატიმრობას უსჯიან. მოსამართლეები ამჯერად 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯათ მოქალაქეებს გიორგი მუმლაძეს, ზაზა ტურაბელიძეს, ისევე როგორც სხვა მოქალაქეების შემთხვევაში, რომლებიც აპროტესტებენ რუსთაველის გამზირზე დგანან. ამ ორის შემთხვევაშიც არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, გარდა ვიდეო ჩანაწერისა, რომელშიც ჩანს თუ როგორ დგანან ისინი რუსთაველის გამზირზე ტროტუარზე აფიქსირებენ თავიანთ სამოქალაქო პოზიციას. ცხადია, ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და ახლა რეჟიმი ამ ფორმით ცდილობს იმ მოქალაქეების დასჯას, რომლებიც ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. უშუალოდ ზაზა ტურაბელიძემ და გიორგი მუმლაძემ თავიანთი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოისმინეს. ორივე მათგანი აიყვანეს თბილისის სასამართლოს საქალაქოს ეზოდან და ამ წუთებში ისინი იზოლატორში გადაჰყავთ. მე ვერ დავესწარი, იმიტომ საცობი იყო და დამაგვიანდა. როგორც მითხრა ხა თანაშემწემ 4 დღე მომისაჯეს. და რას კედავებოდნენ? მე დავებოდნენ გზის გადაკეტვას. 7 თებერვალს. აი რა ეპიზოდია, რა სადმე ჩანხათ, რომ გზა გადაკეტეთ? ჩანვარ და გადავგები. ადამიანს აქვს გამოხატვის და პროტესტის გამოთქმის უფლება, მე ეგრე ვფიქრობდა. ჩვენთან ეს არის კონსტიტუციით არის გარანტირებული და როცა კანონს იღებენ ისეთს, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, პირველადი არის კონსტიტუცია, ხო? ამიტომ ეს უკანონოდ მიმოჩნია. სასაცილოა ეს ყველაფერი. მე პირველადი მოლოდინების მქონდა ის, რომ ბიზნეს პირადი მოსამართლე გამოიტანდა გამოთქმები, სათქმა უნდა, მაგრამ ეს არაფერია, ბრძოლა გრძელდება, 4 დღეს არაფერია, საქართველოს უფრო მეტი შეიძლება, მაგრამ უბრალოდ უსამართლობის განცდა ეს ყველაფერი. რაც შეეხება პროტესტს, ისევე გაგრძელდება ქართული ხალხის მალე გამარჯვებით, მოიტანეს რაღაც კადრი, სადაც ჩანვარ, სახე მიჩანს და მეუბნებიან გადაკეტეთ გზაო და რა ვიცი, არაფერი არ ჩანს მსგავსი. აზრი არ აქვს არც გასაჩივრებას, არც არაფერს. სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო სამოქალაქო აქტივის მიშა მოისწრაფიშვილის სასამართლო პროცესის თბილისის საქალაქო სასამართლოში. უცნობია ჯერჯერობით თუ რა განაჩენს გამოიტანს მის საქმეზე მოსამართლე და საერთოდ დადგება თუ არა მის საქმეზე დღეს განაჩენი, თუ კვლავინდებურად გადაიდება მისი სასამართლო პროცესი. სხვა დღისთვის ამ წუთებში კი მიმდინარეობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის გიორგი გოცირიძის სასამართლო პროცესი, რომლის საქმეზეც მოსამართლე დავით მაკარაძემ უნდა გამოიტანოს განაჩენი. საინტერესოა ახლა იურისტს რა განაჩენს გამოუტანს მოსამართლე დავით მაკარაძეს, შემოიფარგლება მის მიმართ სიტყვერი გაფრთხილებით თუ მასაც სხვების მსგავსად რამდენიმე დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვებს. ჩვენ ბუნებრივია გვაქვს რამდენიმე შუამდგომლობებს უშუალოდ მოსამართლესთან გავაჟღერებთ. ერთადერთი მტკიცებულება, რაც ჩვენთვის ამ ეტაპზე ცნობილია, ეს არის ვიდეო მასალა, რომელიც ზოგადი ხასიათის არის და ასახავს იმ პერიოდში რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს. თუმცა გარკვეული შუამდგომლობების ფარგლებში თუ სასამართლომ დაგვიკმაყოფილა შუამდგომლობები, ვფიქრობთ, რომ საქმე უფრო გამდიდრდება სხვა მტკიცებულებებით. თუმცა ამაზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პატიმრობას, სხვა ალტერნატივა მუხლს არ გააჩნია. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნაც სწორედ ადმინისტრაციული წესის პატიმრობა იქნება. გარდა იმ პირებისა, ვისაც უკვე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს და იმ ადამიანებისა, რომელთა სასამართლო პროცესების მიმდინარეობს, დღეს კიდევ 4 პირის ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო პროცესებია ჩანიშნული. არც მათ წინააღმდეგზე აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიმე ტიპის მტკიცებულება წარმოდგენილი. ისინი ელოდებიან სასამართლო პროცესების ჩატარებას და განაჩენს.